იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა. უკვე ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები, გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი. აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მცენარეული საფარი მოიხსნა. ამჟამად მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერება. მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამუშაოები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. იყალთოში დაწყებული სამუშაოები შეიძლება ითქვას, რომ არის დიდი მასშტაბის, გრანდიოზული მასშტაბის. რაც აქამდე ტაძარს თავისი სიმყარისათვის აკლდა, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ადგილზე არის გაკეთებული სარტყელები კულტურის სამინისტროსა და სააგენტოს დახმარებით და შეწევნით. თამამად შემიძლია თქვა, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება, რაც გვაძლევს იმედს, რომ მონასტერი დაიბრუნებს იმ პირვანდელ სახეს, რომელიც მას თავდაპირველად ჰქონდა. იყალთო არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. ეკლესია როგორც მეპატრონე და ჩვენ როგორც პატრონობაზე, მოვლაზე პასუხისმგებელი პირები ერთმანეთში ვთანხმდებით და ერთი გვაქვს მიზანი და ერთ შედეგს ველოდებით, რომ ეს ყველაფერი როგორც კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ძეგლი გადარჩეს და მინდა მადლობა გადაუხადო მეუფეს, რომელიც აბა ალავერდელი არის ჩართული. სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებულია. კერძოდ შეიცვალა ტაძრის გუმბათის გადახურვა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კალთების გადახურვის შეცვლის სამუშაოები, სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს აკადემიის ნაგებობათა კომპლექსზე, მიმდინარეობს კედლების დაშლილი ფორმების ხელახლა გადაწყობა, მათი კონსერვაცია, ძეგლი იქნება სათანადოდ რეაბილიტირებული და მას აღარ დაემუქრება დაზიანებისა და განადგურების საფრთხე და შეიძენს ახალ სიცოცხლეს.